2014 წლის 15 მარტი ასათიანისა და ზაალ ქიქოძის ქუჩების კვეთაზე მიმავალ ირაკლი ქელბაქიანს საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა გაურკვეველი მიზეზით მოსთხოვეს. შეკითხვას რა იყო მისი დაკავების მიზეზი, სამართალდამცველთა მხრიდან პასუხის ნაცვლად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ქელბაქიანი იხსენებს, რომ სამართალდამცავები ავტომანქანაში მისი გაგუდვის იმიტირებას შეეცადნენ. დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანისას შედგენილ გარეგნული დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ მას აღენიშნებოდა ნაჭდევი ყელზე და სილურჯეები კიდურებზე. დაზიანებების არსებობაზე უთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობაც. ფაქტი ის არის, რომ დაკავების მომენტიც იყო ყველაფრის დარღვევით და თავიდან ბოლომდე და ცემის ფაქტი მოხდა და გაგუდვაც მოხდა და დაბმულკაც მკბენდნენ და რაღაც ეგეთებს აკეთებდნენ. მიუღებელი იყო მაგათთვის, რომ მე აი დაკავებისას აი კითხვა დაუსვი, რომ რატომ მიყევა რაღაცა ფევარინის აბი მიპოვეს ჯიბეში და გინდა თუ არა სუბოტექსია და არსებობს სამედიცინო ცნობები, რომელთან დაკავშირებითაც ვიტყვით იმას, რომ ასახულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასახულია ის, რომ მას დაზიანებული აქვს ჯანმრთელობა. ასევე გამოძიება მას ჩაუტარა ექსპერტიზა და უახლოეს ხანში იმედია საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პროკურატურის მხრიდან. სამართალდამცველებისა და სასჯელ აღსრულების სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზია საუბარი იმ ახსნა-განმარტებებში, რომლებიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა. განცხადებების ავტორებიდან ქელბაქიანი ერთადერთია, ვინც სასჯელს არ იხდის. სამაგიეროდ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში იმყოფება დანარჩენი 16 მოქალაქე. მათი ნაწილი სასურველი ჩვენების მიღების მიზნით პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ნაწილი კი დახმარებას სასჯელ აღსრულების სამინისტროს თანამშრომელთა ქმედებების გამოითხოვს. ორი ძირითადი მიზანი გამოიკვეთა ამ შემთხვევაში ახსნა-განმარტებებიდან. ერთი არის, როდესაც ეუბნებია, რომ დაიბრალე ის დანაშაული, რომელიც არ ჩაგიდენია და მეორე არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ეუბნებია, რომ ხომ არა გაქვთ ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შესაბამის უწყებებს მსგავსი საქმეების ეფექტური და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. დანაშაულის დადგენის შემთხვევაში კი დამნაშავეთა კანონით დადგენილი წესით დასჯას მოითხოვს. კანონის პირდაპირ ვალდებულებაა, რომ დაიწყოს გამოძიება წარიმართოს ობიექტურად, ყველა ძალისხმევა იქნეს გამოყენებული სამართალდამცავთა მხრიდან, რომ ესეთი ტიპის დანაშაულები თუ ეს მოხდა, დადგინდეს, გამოვლინდეს და დამნაშავე პირები მიეცნენ პასუხისგებაში. კონკრეტულ შემთხვევებზე არ საუბრობს შინაგან საქმეთა მინისტრი. თუმცა ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით სამინისტროდან რამდენიმე თანამშრომელი უკვე დაითხოვეს. სამწუხარო ფაქტი არის, იყო რამოდენიმე ჩემი თანამშრომლები, რამოდენიმე უკვე მიეცა პასუხისგებაში, რახან მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს და თუ ასეთი რამ იყო, აუცილებლად გამოიძიებს პროკურატურა მას და თუ გამოიკვეთა მათი დანაშაული, აუცილებლად დაიჯებიან. ჩვენთვის რაც ცნობილია გვარები, რაც მოვისმინეთ ამ კონფერენციის შედეგად, ნაწილზე საქმეები დაწყებულია გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით, ხოლო დანარჩენს შევისწავლოთ და მოხდება ადეკვატური რეაგირება. საიას მიერ გასაჯაროვებული ახსნა-განმარტებებით დაინტერესდება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ეკაბესელია არ გამორიცხავს, ამ საქმეებზე კითხვები თავად სოზარ სუბარს დაუსვან. სასჯელ აღსრულების მინისტრს პარლამენტში მომავალ სესიაზე ელოდებიან. საპარლამენტო უმცირესობას ამ შინაარსის საჩივრების რიცხვის ზრდა არ უკვირთ. დააცხადებენ, რომ სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მოწმეზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა. ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ გამოხატულება იმისა, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილებით, როდესაც გადაავადა მოწმის სასამართლოში დაკითხვა, პირდაპირ მწვანე შუქი აუნთო მოწმეებზე ზეწოლას, მათ შორის ფიზიკურ ანგარიშწორებასაც კი. ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია დღევანდელ ხელისუფლებას. განცხადება უკვე იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ დავინტერესდეთ და ვნახოთ, რა ხდება განცხადების მიღმა. მე ვფიქრობ, რომ ეხლა სხვა შორის შემდეგი მოსმენა გვექნება სასჯელ აღსრულების მინისტრის შემდეგ სასესიო კვირაში და ყველა საკითხი, მათ შორის ამ საკითხებსაც დავინტერესდით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან 8 პირი პოლიციელთა, ხოლო 9 სასჯელ აღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ჩვენებების მიხედვით ეს ფაქტები 2013-2014 წლებში მოხდა.